რას გავარ, ან მე რას გავარ, ან ვიღაცა მითხრას რას გავხარო. ეს გადაცემის პროდიუსერი რას აკეთებს, ვერ გავიგე. გითხარით, ვიყიდოთ მე. არა, მართლა შეჩემა ისე რა სარკე ხო გააქვს სახში. აი ეს მე ვშეულე რას ამბობ, ბიჭო. მე ვშეულები, მაგრამ ეხლა კიდე ის გადაწეული მაინც გაგდა. გადაწეული რა მაქვს შეჩემა. რავი, მე რასაც ვხედავ თმაა და თუ რამე კიდე გადაწეული? თმაზე ამბე წვერზე გველაპარაკები ხა მომისმინე. აი სილქის დროს აღარები და შეგერია ხო, სილქის დროს ის რო ქონდა ხოლმე. სია კი არა, რა ქვია იმასავით რო იყავ იქიდან. ужаси როა იმენა რომ გადმოდის ტელევიზორიდან ზარი ქვია, ხო? ეგ იყავი და არ ჩანდა სახე შენი. გეუბნებოდი რამე არ კარგებოდა მაგით კაცობრიობა. გეუბნებოდი რამეს არ გეუბნებოდი. კაცობრიობა აფს არ კარგავდა ჩემი სახე თუ არ ჩანდა დიდად. ხო, არც ამაზე არ კარგავს არაფერს. არა ბიჭო, აქ იცი როგორ არის, აი რაღაცა იცი როგორ ხარ აი დანძრეული. ხო. აი რამდენიმე მოდი შვილო, მოდი, აი შენ ეგეთი ძა. აი ესე არის უკვე რა, ცალი ფეხით იქით რო არის. აი გავამხილოთ კნო რატო არ ვიჭრით მას და წვერს, ჰა? გავამხილოთ? როლის თამაშს აპირებ რაღაცა? აი ფილმისთვის არის. მიხვდა ფილმისთვის გეტყვი. ო, აჟაბშაველას როზე. დამამტკიცეს და აი ამიტომ გალაქტიონის მე მგონი უფრო. ხო, გალაქტიონის. კასკადიორი ვარ გალაქტიონის. ვერავინ ვერ ხდება და მე უნდა გადმოხდე. ბიჭი ივანიშვილი თამაშობს თვითონ გალაქტიონს და მე ვარ კასკადიორი. იქ საუნდყოფოს მაჭარასთან. მე უნდა დავდგე და გამოფრინდე და ნუ რაღაცა რა უშავს. წვერი მოუშვი ბიჭი, თორე რაღაცა ვერ ითამაშე. მოიც არ თქვა კნო რატო ვიკავებ თავს რო ნათქვა მაქვს ხო? მე არ ვიცი. ხო, ნათქვა. მეც არ ვიცი შეჩემ. ინსტაგრამზე ვისაც ყავართ ალბათ იცით, მაგრამ ვინცაც არ ყავართ დაფოლოებული და შეცდომა გაქვთ დაშვებული ცხოვრებაში და გაკლიათ ესეთი ხალასი კონტენტი. ის არის რა ქვია, ვიდეოს გადაღება გვინდა მაგაზე. რაზე? წვერის გაპაშვაზე? აი ნახე, როგორც კონტენტ კრეატორი რა, ყველაფერს უნდა უყურო როგორც კონტენტი. აჰა. ხო, და ეხლა მე რას გავარ, ხო? ხო, ვერ უნდა გალამაზდე? ანუ ჩემი თვი შეჭრას, ხო უყურებდა 10000 კაცი ლაივში. დიახ. ეხლა მინდა რომ სრული პროცედურა გავიარო, ასე ვთქვათ, მოწესრიგები, დაბანა რო არ მიბანავი 2 თვე და არ იმჩნევ შენ რომ რაღაც სუნიც მოგდის და რაღაცა. თავისი დაბანოა, ჩაბანოა და მე არ ვიხოცავ მაგის გამო 2 თვე ასე, მაგრამ სუნი არ ვიგზი. ხო, არ დამინახია ჯიბიდან ამღებული ხიზავ. ხო და უნდა ვაჩვენოთ აი სალონში ოღონდ კომპეტენტური ადამიანი რო მოგაწესრიგებს, მე რაღაცა ჩაგბანს, დაგბანს და ასე შემდეგ. ანუ მე ყველაფერს არ ვიტყვი, მაგრამ მინდა რომ არა, ოღონდ სერიოზულად მართლა მანიკიური, პედიკიური ეგენიც უნდა გაიგეთო? აი, ჩემ ჭხილებს არაფერი არ უშველის. კი იცი რატომაც. ხო. ვიცი რა ნანახი მაქვს. იმას გული გაუხეთქე გუნდიშაში, ჩემო. საშხაპიდან გამოვედი და ეს ესე ჭხილია ესე ავიხე და გადავაგდე. იმიტომ რომ ნუ მოგეხსენებათ სპორტსმენებს ეგეთი პრობლემები გვაქვს. მასაზიო აგერ მავანი წერს. შეიძლება, ანუ რაღაც ეთანახე როგორც მასაჟი კი არ დაწერა, მასაზიო. საინტერესო კონტენტს გავაკეთებთ მაგ კუთხით, რომ თლიანად დღეს ვაჩვენებთ რა დაждდება ჩემი აზზე მოსვლა რა, ანუ. აჰა. და როდემდე ზღვარი სადამდე უნდა მიხვიდე თმის და წვერის. თმის და წვერის? აი ამ თვის ბოლოს უკვე მივხედავ თავს. მოკლედ ვერ არჩიეს სპეციალურად. ველოდები რაღაცას. რაღაცას ველოდები. რას არის ტყვი? აი არა. კულმინაცია მინდა რომ ეგ იყოს. აჰა. კარგი საპარსი არ გაქვს. აი ეს მინდა მოპარსო რა, ეს 2 ცალი აი ეს გამოშვერილი როა ესე. ცოტა ხანი მე. ცოტა სახელს დავარქმო ცოტა ხანში შეჩემო. დინი ხანია უკვე იყურებ. ხელი მაინც გადაიშვიტო რაღაცა. ხო, რა, ჩაწიე რა ეს წვერები, რა გჭირს შეჩემო. ეგ ჯობია დაჟე, ბევრი მაინც იქნება. 2 ცალი მიყურებდა. მთელი გადაცემა რო გიყურებ მაგას აი აი კაია, ეხლა უკვე თამამად ითამაშებ. თამამად შეგიძლია გალაქტიონის როლი ითამაშო. არც ისე კარგ პერიოდისთან გალაქტიონის ცხოვრებაში, აი. თვარი რასდოს ოფილა. სმას რომ მოუმატა იმ პერიოდში შეგიძლია. კარგად ითამაშო ეხლა მაგ წვერით.